მოგესალმებით ყველას. ახლა ვიმყოფები ქვემო ქართლში. და დღეს მინდა ვისაუბრო ლობიოს და სიმინდის დათესვაზე. მარტივი თემა არის, მაგრამ ახლა ამ დღეს ამაზე ვმუშაობ. ეს არის ჩემი ხელის ტრაქტორი, რომელსაც პატარა კვლებს ვაკეთებ, პატარას და შემდეგ უკვე გაჩვენებთ ფეხით ვაყრი. ეს ახლა ეს ტერიტორია აქეთ შემოდგომაზე დავხანით. გაზაფხულზე კულტივაცია გავუკეთე და აქეთ ნაწილზე ხეხილი მაქვს, ახლა იქითკენ არის და იონჯა მაქვს დათესილი, უბრალოდ ჯერ ადრეა იქით მხარეს ახლა არ ვიცი. და აქეთ ამ მხარეზეც აქვს ახლა ამ თუთას სიმინდს და ლობიოს ვთესავ. მხოლოდ ყოველი მეორე კვალის გამოტოვებით სიმინდი სიტყვაზე ამ კვალში რომ დავთესავ სიმინდს და ლობიოს, ამ კვალში მარტო ლობიოს, იმ კვალში სიმინდს და ლობიოს, იმ კვალში მარტო ლობიოს. და ასე უფრო მიადვილდება მაგალითად ტრაქტორს ღარს გავაკეთებ, ახლა ხან ისე უხებს, ხან ასე იდეალურად სწორად არ გამომივა, მაგრამ შემდეგ უკვე მე თვითონ როდესაც უკვე გაკეთებული მაქვს ხარები, ფეხით ვაყრი ლობიოს და სიმინდს. ამ თუთას ახლა გამითავდა ლობიო, ავიღე, ჩემი მამა პაპურის არის ბათუმელა დაბალი ჯიშის. აქ მაგალითად დავთესე თიანეთის ლობიო არის, რავი ბათუმელას ბიძაშვილს ეძახიან, წითელი, ამას ხომ აქვს შავი ფხაჭები, ნაცრისფერი ფხაჭები აქვს ამ ლობიოს. ისეთი არის, ხოლო წითელ ფხაჭებიანი დავთესე. იქით კიდევ მერცხალა ლობიო დავთესე. და აქ ახლა სიმინდთან ერთად ლობიოს და სიმინდს ვთესავ და რაღაცა ჩვენი ქართული პროდუქტი გქონდეს ადამიანებს. თან მე ვცდილობ რომ ნაკლებად ვიხმაროს ასუქიდან რაიმე ქიმიური. აგერ ახლა აქ რო გადამიმთავრდა, აგერ არის სიმინდი. ჩემი სიმინდი. ეს სიმინდიც, მუყურე, ეს სიმინდიც არის დედალი. რავი, რამდენად იხედება. ცოტა ძენე. ჩაზნექილი. ხედავ? ესე უნდა იყოს ჩაზნექილი, ეს არის დედალი სიმინდი. ამას აქვს მოსავალი. ამ დალოცვილს, ამას ვენაცვალ. ეს ორ-ორს ვდებ, იქაც ორ-ორს ვდებ. ამას კიდევ ეს არის 4, 5, 6 ერთად ჩავყრი და მივაყრი ფეხით. ესე. აქაც ახლა ვიდეოს ვიღებ და ასე უბრალოდ ძალიან ჩქარა გავდივარ. ესე იმას მივაყრი ფეხით. всё, მეტი არ უნდა ამას. აქაც ანალოგიურად ჩავყრი ორ ცალს, დავდებ, ამასაც რამოდენიმე ცალსაც ასე დავდებ და ოპრაც. არაფერი სხვა ამას განსაკუთრებული არ ჭირდება. ეს ჩვენი ლობიო, ესეც ჩვენი ორი ცალის სიმინდი და ყოველი მეორეს გამოტოვებით ვაკეთებ, მაგალითად რომ სიმინდი ცოტა მხურვალეა და შარშან კი ცალ-ცალკე მეთესა. მაგრამ ყველა ვათთენდი. ცოტა თაგვებიც ბევრი იყო და წელს უკვე ესე ვისავ და შემდეგ კიდევ ნახავთ, ძალიან კარგი არის ჩვენი მამა პაპური დატოვილი ტრადიცია. ეს ჩვენი სიმინდის და ლობიოს თესვა. ხან იქით გახდება, ხან აქით გამოხდება ეს დალოცვილი. ამას არ უნდა არც თოხი არც არაფერი, იმით დავხაზე
ესეც აქეთ ერთმანეთის დაშორებით დაახლოებით 30-40 სანტიმეტრი. ან 50-იც. პროექტ ახლოს. კარგით ახლა გავიქცევი თორე დამრჩება და უთესავი. მადლობა ყველაფრისთვის. ესეც ჩემი ხელით გაგლამაზებული. ნელ-ნელა როდესაც უკვე ფეხზე დადგება ჩვენი ბაღი, გაჩვენებთ და კიდევ ბაღთან დაკავშირებით კიდევ ახსნი რამოდენიმე დეტალს. ახლა კი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა.